სადაც სკოლას დავასრულებ. უნდა ავირჩიო პროფესია. არ ვიცი რა მინდა, სად მინდა. ან იქნებ რაც მინდა ეს ის არ არის. გამომივა თუ არა, ვინ დამიჭერს მხარს. მოკლედ არის ეს კითხვები, რომელიც უჩნდება მოზარდს, მაშინ როცა უნდა არჩიოს პროფესია. ეს პროცესი საკმაოდ რთულია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რამდენად იცნობს საკუთარ თავს, რამდენად აქვს მხარდამჭერი გარემო, რამდენად იცნობს იმ გარემოს და იმ პროფესიებს, რომლის მიმართაც აქვს ინტერესი. მოგესალმებით, მე ვარ ნინო ბუაძე. აღზრდის პოდკასტში წარმოგიდგენთ აზროვნების აკადემიის ლიტერატურის პედაგოგს ლიკა ჩხაიძეს. ლიკა, გამარჯობა. გამარჯობა ნინო, მოგესალმებით, დიდი მადლობა. ლიკა, ჩვენთან შენ ლიტერატურის პედაგოგი ხარ და მე გაგიცანი, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აზროვნების აკადემია იყო და დაახლოებით იმ ასაკში, როდესაც შენ ირჩევდი პროფესიას. თუ შეიძლება რომ მითხრა, როგორ უკავშირდება დღეს შენი მუშაობა პროფესიულ არჩევანს. სხვათა შორის მქონდა მოლოდინი, რომ აქედან დავიწყებდით, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა ზუსტად ამ პერიოდიდან იწყება, როცა თინეიჯერი ვიყავი, შეიძლება ითქვას კიდევ უფრო უმცროსიც. ძალიან მნიშვნელოვანი წლები მქონდა მაშინ სკოლაში და შესაბამისად ბევრი მნიშვნელოვანი გამოცდილებაც მივიღე შენთან ერთად. პროფესიის არჩევანს რაც შეეხება და მის კავშირს ჩემს დღევანდელ საქმიანობასთან, ჩემ შემთხვევაში ეს ცოტა ბუნტოვანი გამოცდილება იყო და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მაგალითად ის რესურსები, რაც დღეს არსებობს მოზარდებისთვის, სამწუხაროდ მაშინ ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის ასე ხელისგულზე ნამდვილად არ იყო. ჩემ შემთხვევაში ჩემი არჩევანი შეიძლება ითქვას გართულა იმან, რომ აკადემიურად კონკრეტული მიდრეკილებები ნაკლებად მქონდა. ყველაფერს ასე თუ ისე კარგად ვსწავლობდი, ასე ვთქვათ. თუმცა მაინც ვიხრებოდი ტექნიკური მიმართულებისკენ, იმიტომ რომ ეს საგნები თან მომწოდა და თან გამამდიოდა. საბოლოო ჯამში ძალიან გრძლად რომ არ გამომივიდეს ერთ-ერთმა სერიალმა, რომელსაც მე-12 კლასის დასაწყისში ვუყურებდი, განაპირობა რომ ძალიან დავინტერესდი ერთი კონკრეტული ქვეყნით და გადავწყვიტე რომ ხო, აი რატომაც არა, უფრო მეტს გავიგებ ამენებს ვისწავლი, კონკრეტულად სკანდინავიის ქვეყნებს უკავშირდებოდა და გადავწყვიტე რომ სკანდინავისტიკის მიმართულებას ჩამებარებინა, მაგრამ ჩემი გამოცდილება შემდეგ სხვანაირად განვითარდა. საქართველოში ამ პროფესიის არჩევა როგორც ჩანს, მხოლოდ მე გადავწყვიტე და ამიტომაც ეს გზა ისე მარტივი არ იყო, როგორც ჩაფიქრებული მქონდა და არც ისეთი ზღაპრული, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. საბოლოო ჯამში მოკლედ ბევრი ვიარე თუ ცოტა ჩემს ფაქტობრივად მთელი ცხოვრების სიყვარულს, ანუ ჩემს ფრანგულ ენას და ლიტერატურას მივადექი და ზუსტად ეს მიმართულება ვისწავლე. და აზროვნების აკადემია იყო პირველი ადგილი, სადაც ლიტერატურის სწავლება დავიწყე, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სფეროდან შორსაც არ წავსულ ვარ. თან ჩემი პროფესია მაინც გარკვეულწილად საფრანგეთთან სულ კვეთაშია ხოლმე და ამ ენასაც სულ ვიყენებ როგორც სწავლების პროცესში, ასევე ფრანგულ ლიტერატურას ხშირად ვეხები. ამიტომაც შეიძლება ითქვას, მაინც პროფესიაში აქტიურად დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ იმედგაცრუება იყო, რაც აღნიშნე, ხო, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი თავისი პიროვნული განვითარების კვალდაკვალ მიყვება თავის პროფესიულ განვითარებას და ძალიან მამოტივირებელია ის ამბავი, რომ შეიძლება შენი ერთი არჩევანი სულაც არ აღმოჩნდეს, ესე ვთქვათ, საბოლოო, შეიცვალო პროცესში გადაწყვეტილებები, მაგრამ ის არჩევანი, რომელიც გააკეთე, ისიც რესურსულია, როგორც აღნიშნე, ხო, ანუ ძალიან გეხმარება და განვითარებს და მაინც ყვებავ ამ არჩევანს, იმიტომ რომ ინტერესის სფერო იყო. არის გამოცდილებები, როდესაც და საკმაოდ მაღალი, როდესაც ბავშვები ირჩევენ პროფესიას, აი უბრალოდ გამომდინარე იქიდან რა მოცემულობაც აქვთ და არ არის ხოლმე ეს ზოგჯერ ესე მშობლებს ვერ დავადანაშაულებ, რომ თავზე მოხვეული. უბრალოდ ბევრად უფრო ხელშესახებია მშობლის პროფესია და მეტი იცის და აკვირდება მშობელს, რამდენად შეძლო მან თავის განვითარება, რამდენად ბედნიერია მშობელი თავის პროფესიაში და თითქოს რაღაცა ეს ძალიან ვიწრო არჩევანი რჩებათ. თუმცა აღმოჩნდება ასევე, რომ შეიძლება ძალიანაც იყო მხარდამჭერი გარემო, ხელი შემიწყვეს, რომ ავედი ამ განვითარების საფეხურებზე, მაგრამ აი ეს სახლი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩემი კარიერაა, ხო, აი თითქოს ჩემი სახლი არ არის მაინც. ხო? აი როგორ იგრძენი თავი, როცა ვთქვათ, აღნიშნე, რომ არ იყო მზად ქვეყანა ამ პროფესიისთვის. საბოლოო ჯამში იმ მომენტში, რა თქმა უნდა, კი, დიდი
დიდი მედგაცრუებასთან იყო დაკავშირებული. და ჩემს გონებაში ესეც დარჩა. მაგრამ იმის შემდეგ რაც გავაცნობიერე და დღეს მე თვითონ სკოლაში ვმუშაობ და მოზარდებთან მაქვს შეხება და ეს მიმართულებაც გარკვეულწილად ჩემი ყოველდღიურობა არის, რადგან ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, გავაცნობიერე, რომ რეალურად პროფესიის არჩევა უკავშირდება ბევრად უფრო გრძელ და მრავალკომპონენტიან გზას. და არა, ვთქვათ, რაღაც ერთჯერად აღტაცებას ან გატაცებას რამე საკითხით. რაც იყო ჩემს შემთხვევაში, როგორც ჩემი გამოცდილება იმ სფეროს არჩევისა, რომლის შესახებაც რეალურად რო ვთქვათ, ბევრიც არაფერი ვიცოდი. შესაბამისად, შეიძლება რომ რაც გამოვიდა, ის უკეთესი აღმოჩნდა ჩემთვის. მაგრამ საბოლოო ჯამში რა შეიძლება ვისწავლო მეც ამ გამოცდილებიდან და თან გავუზიარო სხვასაც, ზუსტად ის არის, რომ როცა უკვე ჩვენს დღის წესრიგში ეს საკითხი ჩნდება, მშობელი არის ამ დროს თუ მოსწავლე თუ ორივე ერთად და ცხადია კარგია რომ ორივე როგორც ერთი გუნდი ამაში ერთად იყოს ჩართული. პირველ რიგში აცნობიერებდეს ერთმანეთს ეხმარებოდნენ მოსწავლეს, ამ შემთხვევაში ეხმარებოდნენ რომ უკეთ გაიცნოს პირველ რიგში საკუთარი თავი, გამოავლინოს მართლა აკადემიური თვალსაზრისით რა გამოსდის და რა სად არის ვთქვათ ძლიერი მხარეები და რა სჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, რა მაინტერესებს, რა არის საქმე, რომელსაც აი ვაკეთებ და ისე გადის დრო, რომ ვერ ვხვდები ეს დრო როგორ გავიდა. ხო, აი საბოლოო ჯამში ვინ არის შემდეგ საკუთარი სამსახურით ბედნიერი, ხო, ის ადამიანი, ვინც ისეთ საქმეს აკეთებს, რომლის კეთების დროსაც აი თვალსა და ხელს შუა, თვალის და ხამხამებაში შეიძლება ითქვას, დრო გადის და დილიდან საღამო მოდის ხოლმე და შესაბამისად ესეთი სფერო მარტივი საპოვნელი არ არის, ყოველთვის ხელის გაწვდენაზე არ არის, ბევრი ფიქრი უნდა, გრძელი გზა საკმაოდ ამის თქმა მინდა და პირველ რიგში საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებზე, საკუთარ ინტერესებზე დაკვრება უნდა და უნდა მხარდაჭერა. იქნება ეს მასწავლებელი, მშობელი, ერთად ეს ორივე როგორც ერთი გუნდი, ზოგადად სკოლა როგორც ინსტიტუცია ასეთ დროს კარგია თუ მხარდამჭერი იქნება. ყველაფერი ერთად შეიძლება ითქვას. ლიკა, როგორც აღნიშნე, მე შენ აქ არ გაგიცანი. დიდი ხანია ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს და ძალიან მაბედნიერებს ეს ამბავი. მაგრამ აზროვნების აკადემიაში გაგიცანი როგორც ლიტერატურის პედაგოგი. რა პროცესია ეს შენთვის და როგორ უყურებ ამ სფეროს? ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა. პრინციპში ვფიქრობ ახლა რამდენი ხანია. მინიმუმ 5 წელი ნამდვილად არის, რაც ამ საქმიანობაში ვარ ჩართული. უბრალოდ კონტექსტის შესაქმნელად ვიტყვი, რომ ჩვენი საკვირაო სკოლის პრინციპი არაფორმალური განათლების იდეაზე დგას და შესაბამისად ლიტერატურის შეხვედრა ვისაც ტიპური აკადემიური ჩარჩოს ქვეშ არ მიდის. ეს არის აი უფრო მეტად წიგნებთან დაახლოების პროცესი, ან კითხულობთ ლიტერატურულ ტექსტს და შემდეგ ამაზე ვმუშაობთ სხვადასხვა აქტივობის საშუალებით. მუშაობ როგორც ყველაზე პატარა მოსწავლეებთან ჩვენ საკვირაო სკოლაში, ასევე მოზარდებთან, თინეიჯერების ასაკთან, სადაც ლიტერატურული გამოცდილებები ძალიან განსხვავებულია ხოლმე ერთმანეთისგან. ჩვენთან მოდიან მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ ლიტერატურული გამოცდილება უკვე დაგროვებული აქვთ და ბევრს კითხულობენ და უკვე რთულ თემებზე აქვთ ნაფიქრი, ასე ვთქვათ, და საკმაოდ რთული ავტორები აქვთ უკვე წაკითხული და მოდიან პირობითად არ ვიცი 14-15 წლის მოსწავლეები, სადაც კარლსონი და პეპი უცხო სახელებია. აქედან გამომდინარე, გამოცდილებები განსხვავებულია, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენი საკვირაო სკოლის ერთ-ერთი ღირებულება ზუსტად ეგ არის, რომ ესე განსხვავებული გამოცდილების ადამიანები ერთ სივრცეში 2 საათის განმავლობაში ერთი და იგივე საკითხზე ვართ ფოკუსირებული და სხვადასხვა პერსპექტივით ვუყურებთ საკითხებს. შესაბამისად, როგორც პროცესი ძალიან სასიამოვნოა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამდენი ხანია უკვე ჩართული ვარ ამ ბავშვში და ეს აღფრთოვანება ყოველ წელს თავიდან მოდის ჩემთან და წლის ბოლომდე მაქვს ხოლმე მათთან ურთიერთობის სიხარული ერთი მხრივ და მეორე
იმაზე ფიქრი და დაკვირვება, რა შეიძლება ვიპოვო მეც ახალი, რომ ეს ლიტერატურასთან ურთიერთობა მათთვის უფრო და უფრო საინტერესო გახდეს. იმიტომ რომ მე ვიცი ჩემი გამოცდილება როგორია, მე ვიცი რა მიყვარს ამ პროცესში, რა მომწონს, ჩემი მეგობრების, ასე შემდეგ. ამიტომ მოსწავლებსაც ვაკვირდები, რომ მათთვის კიდევ უფრო ახლობელი გავხადო, ასე ვთქვათ, ეს პროცესი და თუნდაც არ ვიცი, ჟანრობრივად სწორი ჟანრები მოვძებნო, ან უბრალოდ მათ ინტერესებს მივუყვე რაღაც პროცესებში. ამიტომაც ძალიან საინტერესო სასიამოვნო პროცესია. მე ესე ვიტყოდი, რომ საკვირაო სკოლა, მათ შორის ლიტერატურის გაკვეთილი, პირადად ჩემთვის გამოტოვებული შესაძლებლობაა. ჩემ ბავშვების გამოტოვებული შესაძლებლობა, იმიტომ რომ მართლა დარწმუნებული ვარ, რომ უამრავ ახალ აღმოჩენამდე მიდიან ბავშვები, როცა განიხილავენ კონკრეტულ გმირს, მის ავტორს, თქვათ, რის თქმა სურდა, თანამედროვეობაში როგორ იქნებოდა ეს გმირი, თვითონ რითი გვანან ამ გმირს, ხო, ანუ ესეც ხომ არა მხოლოდ წიგნის გაცნობაა და პერსონაჟების, არამედ საკუთარ თავთან დაკონტაქტებაც, ხო? თუ ყოფილა შემთხვევა და თუ გახსენდება რომელიმე შემთხვევა, სადაც რაღაცა ისეთი შინაარსი მოიტანა, ან ისეთი განწყობა ბავშვმა, რომელიც იყო მოულოდნელი ან აღმაფრთოვანებელი, იმიტომ რომ როცა მე შევდივარ საკვირაო სკოლის ემოციური ინტელექტის თუ ფსიქოგანათლების მიმართულებით არაფორმალურ გარემოში, სულ ვამბობ, რომ მე მგონი ახლა აქედან მე უფრო მეტი წავიღე, ვიდრე გავეცი და აი ესეთი მესიჯები ყოფილა. შენ შემთხვევაში თუ იყო ესეთი გამოცდილებები? უშუალოდ ტექსტებზე მუშაობისას სრული გულწრფელობით ყოველ შეხვედრაზე რაღაც ახალი ხდება. ისეთი, რაზეც მე არ მიფიქრია. ამიტომ სულ აი გაკვეთილსაც რო გეგმავ მასწავლებელი, ეს ხო ესეთი პროცესია, რომ მოსწავლის თვალით უნდა უყურო ხო პირველ რიგში იმას, რაც დაგეგმე, შენ შეიძლება ძალიან მოგწონს, მაგრამ აი ეს 13-14 წლის მოზარდის თვალით უნდა უყურო, როგორც მინიმუმ რა კითხვა შეიძლება გაჩნდეს, რომ შენ ამისთვის მზად იყო და ასე შემდეგ. მათთან ურთიერთობით პირველი რაც ვისწავლე ეს არის, რომ გულწრფელობა არის გასაღები. და ამიტომ ვცდილობ, რომ მეც სულ ასეთი ვიყო, რაღაცა არ ვიცი და იქვე ვაღიარო, რაღაცამ გამაოცა და გამოვხატო, გამაბრაზა გამოვხატო, მოკლედ ყველანაირად გულწრფელი ემოცია შევინარჩუნო. თუმცა ეს გაოცება პირველ რიგში არის, რომ ხანდახან ისეთი საოცარი დაკვირვებები აქვს, თუ აი პერსონაჟზე იქნება თუ რომელიღაც კონკრეტულ ეპიზოდზე რომელიმე ნაწარმოებიდან, რაზეც აი მეათედ შეიძლება ვკითხულობდე ტექსტს და საერთოდ არ მქონდეს ამ მიმართულებით ნაფიქრი. ეს ერთი და მეორე ხა რაც მახსენდება, ის სულ ბოლო შეხვედრის ამბავი იყო ჩვენ საკვირაო სკოლაში, მაშინ ვაჯამებდით წაკითხულ წიგნებს და ერთმა მოსწავლემ ერთ-ერთ წიგნზე მითხრა, რომ სანამ დაგვავალებდით ამ წიგნის წაკითხვასო, თქვენთან ილაპარაკეთ და თქვით, რომ აი ორი სიტყვით მოგიყვებითო და დაახლოებით 15 წუთი ისე ილაპარაკეთ, არ გაჩერებულ ხართო და ისეთი ახტაცებული იყავითო, რომ ძალიან გადმომედო ეს განწყობა და მე მივხვდი რომ მართლა აი ჩემს საყვარელ წიგნზე იყო ლაპარაკი და ისევ და ისე გულწრფელობიდან გამომდინარე, როცა მომწონს რაღაცა, ამას ყოველთვის ვუზიარებ ხოლმე. აქედან გამომდინარე, ეთყობა გადამდები იყო ეს ჩემი განწყობა მისთვის და მითხრა რომ აი ეგ წიგნი ჩემი საყვარელი წიგნი გახდა და ცხადია რომ ესეც ძალიან სასიამოვნო არის. ერთი მხრივ შეიძლება მნიშვნელოვანი აქაც ბალანსი, რომ გავლენას არ გავდეს ეგ განწყობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როცა გულწრფელია, მე მგონია არ აუშავს. ამიტომაც კი ბევრი ასეთი გამოცდილება მაქვს. შესანიშნავი. ლიკა, იცი რა მითხარი? როდესაც პროცესში ხარ, ალბათ მაგ დროს ეკონტაქტები მეც ესე ვარ და მინდა რომ გადავამოწმო, როდესაც ბავშვთან კონტაქტში ვარ, მაგ დროს ვეკონტაქტები ბავშვს აი შინაგანი ბავშვით, ხო? აი ჩემი შინაგანი ბავშვი კონტაქტობს მასთან. და გულწრფელად მეც მithქვამს, რომ აი რომ ვიყო ახლა შენ სასაკში, ხო? აი შენ ხელა რომ ვიყო, ძალიან მომინდებოდა შენთან მეგობრობა. მაგრამ ამავე დროს მithქვამს, რომ არ ვიცი შენთვის რამდენად საინტერესო ვიყავი იმ დროს, როცა მე შენ ხელა ვიყავი. აი თუ გიფიქრია, რითი განსხვავდება ეს მოზარდი შენი მოზარდობისგან? აი თუ ამჩნევა ამ რაღაცა სხვაობას, რომ მე ჩემი თანატოლები ამასაკში ესე ვიყავით და ესენი ესე არიან. აი თუ გიფიქრია ამაზე. საბოლოო ჯამში მგონია რომ დიდი განსხვავება არ არის. რაშიც შეიძლება ვწდები, მაგრამ მგონია რომ მაინც გარკვეულწილად
კრიზისების დონეზე ეს არის ისეთი ჟანრის კლასიკასავით, ასე ვთქვათ. უბრალოდ აი ახლა რაც მეჩვენება არის, რომ აი სოციალურ მაგზარლებმა ერთი მხრივ, მეორე მხრივ COVID პანდემიამ და რასაც აი ახლა ძალიან ცალსახად ხედავ ჯგუფებთან და მოზარდებთან, აი იზოლაციამ და სოციალურმა შემცირებულმა კომუნიკაციამ ძალიან შეცვალა და ცოტა უკან წაიყვანა მათი სოციალური უნარები. ეს ერთი, მაგრამ სხვა მხრივ აი როგორც ზოგადი კრიზისები ან ზოგადად სამყარო სახქმა, რაღაც ის პრობლემები და ინტერესები, ასე თუ ისე მაინც მგონია რომ გავს ერთმანეთს, მაგრამ ასევე დავამატებ იმას, რომ მგონია რომ დღევანდელი მოზარდები ჩემი თაობის მოზარდებისგან განსხვავებით ბევრად უფრო გონება გახსნილები არიან, ბევრად უფრო მეტი ცოდნა აქვს, ინფორმაცია აქვს, რაც მთავარია უნარების დონეზე უფრო ყოჩაღები არიან, ჩვენ ბევრად უფრო დამოკიდებულები ვიყავით ნუ ხშირ შემთხვევაში უმრავლესობა თუნდაც მშობლებზე, მათ გადაწყვეტილებებზე, თუნდაც მასწავლებლებზე კი კრიტიკული აზროვნება შეიძლება ითქვას, რაც აი ერთეულ შემთხვევებში წახალისებული იყო, მაგრამ ძირითადად მაინც ყავდა უფრო მეტად ავტორიტეტები და აი დღევანდელ მოზარდებში ეს ავტორიტეტების საკითხი შეცვლილი არის ცალსახად, ესე მგონია, იმიტომ რომ მილიონი ავტორიტეტი გაჩნდა მათ ეკრანებზე. და ამიტომ ამას ეს სკოლაში და ჩვენს გარშემო ძიება მაინც და მაინც აღარ სჭირდება. თუმცა აი სოციალური ქსელების გავლენა ხანდახან არის ხოლმე, რომ აი საკუთარი თავიდან დაწყებული მაშფოთებს და მგონია რომ აქ ხო არის რაღაცები, რაც მაინც და მაინც პოზიტიურად არ მოქმედებს. მადლობა ლიკა, აღნიშნე რომ ფორმალურ განათლებაში ხარ, სკოლაში ხარ და ამ მიმართულებით ხარ მხარდამჭერი. აი ცოტა უფრო ხელშესახები რო გახადო ეს პროცესი რა ფუნქციას ასრულებ მოზარდებისთვის პროფორიენტაციის მიმართულებით. მოგიყვებით, ამასთან დაკავშირებით რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ჩვენ სკოლის დამთავრებამდე ბევრად უფრო ადრე ვიწყებთ მოსწავლეებთან ერთად ამაზე ფიქრს. გულისხმობ იმას, რომ მოსწავლეებს ხარს ვუჭერთ დროულად დაიწყონ ასეთ საკითხებზე ფიქრი და თან ვახალისებთ ამ პროცესს, რამდენადაც შეგვიძლია. რეალურად პროფესიების არჩევას ერთი მხრივ რომ ჩვენ ირგვლივ რა შესაძლებლობებიც არის ახსენე კიდე ჩვენ რომ ხანდახან შეიძლება რაღაცები მესმის მშობლისგან, მეგობრისგან, ნათესავებისგან, ფილმებიდან ასე შემდეგ ეს აღმართავანებს, მაგრამ რეალურად ჩვენ გარშემო ბევრად უფრო დიდია და ფართოა ჰორიზონტი, ვიდრე ეს მე წარმომიდგენია. ამიტომაც დღეს მით უმეტეს უკვე ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში რესურსი არის უამრავი, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გავიგო. მუშაობას ვიწყებ ზუსტად აქედან, რომ მაქსიმალურად მეტი რესურსით აღვჭურვოთ, ასე ვთქვათ, მოსწავლეები და რაღაცნაირად მათთან ახლოს მივიტანოთ ის ცოდნა და კომპეტენციები, როგორ შეიძლება მოძებნონ, რას შეიძლება დაუკავშირონ. მეორე კომპონენტი კიდევ რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია არის ჩემი რწმენები და წარმოდგენები რაღაც კონკრეტული სფეროს მიმართ და რეალობა. პირობითად ვამბობ, არ ვიცი, ჟურნალისტიკა, ხო? აი პირობითად მოვიყვან ახლა უბრალოდ მაგალითს, ჩემთვის შეიძლება ასოცირდება იმასთან, რასაც ტელევიზორში ვხედავ. ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან რთულია თქვა რომ მომწონს, მაგრამ ნუ ვთქვათ რაღაც მოსწავლე ვარ და ეს აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. მეორე მხრივ ეს შეიძლება უშუალოდ ყოველდღიურ საქმიანობაში დაკავშირებული იყოს ვთქვათ რა ვიცი, დილით ძალიან ადრე ადგომასთან, ყოველდღე მძიმე მაკიაჟის ტარებასთან, აი პირობითად ვამბობ დატვირთულ დღესთან და ასე შემდეგ. რაც თავის მხრივ ჩემ ცხოვრებასაც განსაზღვრავს, ხო, იმიტომ სამსახური ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ნიშნულოვანი არის, რომ სანამ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებ, როგორც მინიმუმ, აი მაგალითად ამ სფეროში ჩართულ ადამიანებს, არა მხოლოდ აი წარმატებულებს და ისეთებს, ვისაც მართლა ეკრანებიდან ვხედავთ, აი ერთ ჩვეულებრივ სფეროს წარმომადგენელს დაველაპარაკოთ, აი როგორია შენი ერთი სამუშაო დღე, როგორ ფიქრობ, აი რა არის ის თვისებები, რაც ასეთ ადამიანს ჭირდება, რომელიც ამ სფეროში უნდა მუშაობდეს, ხო? მე შეიძლება ძალიან მომწონს ვიღაც, ვინც პირობითად ვამბობ, არ ვიცი, ღონისძიებების ორგანიზატორია, მაგრამ მე თვითონ მორცხვი ვარ ჩემი ბუნებიდან, რაღაც ცოტა ნაკლებად სოციალური. საბოლოო ჯამში მე თუ ამ პროფესიას გავყვები, მაშინ ეს უნარები ცხადია, რომ დამჭირდება და
ეს იმას ნიშნავს, რომ მე შეიძლება რაღაცებს თავი ვერ გავართვა, ან გავართვა და ეს იმხელა ემოციური ძალისხმევა დამიჯდეს, რომ ერთია ფიზიკურად დაღლილი დავბრუნდა სახლში და მეორეა რომ აბსოლუტურად გამოვიფიტო ემოციურადაც. ამიტომ ამაზე საფიქრალი არის ცხადია და ამისთვის არსებობენ ადამიანები და კარგია თუ სკოლებშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოსწავლეებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებიან. გადაწყვეტილების მიღება კიდე შეიძლება ცოტა რთული სათქმელი იყოს ასეთ დროს, აი როგორც მინიმუმ რაც გზას გაივლიან მათთან ერთად შერჩევის პროცესში. ერთია რომ რაც აღნიშნე ხო რომ პროფესიონალები მოვიდნენ და ესაუბრონ, თუმცა მათი სუბიექტური გამოცდილებები მაინც სუბიექტურია და თვითონაც როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რამდენად მაღალია მათი კმაყოფილების ხარისხი, ესეც ცალკე თემა, შეიძლება პირიქით ისეთი ნეგატიური შინაარსები გაუზია, რომ მე მახსენდება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, როცა აზიარებენ, რომ მე ჩემს შვილს არ ურჩევ ამ პროფესიას, არ მინდა რომ ჩემი შვილი ამ პროფესიაში იყოს, ეს ექიმი იქნება, მსახიობი. ნუ, როდესაც ჩემთან მოდიან მოზარდები და პირდაპირ კითხვას სვამენ, რომ აი ადვილია თქვენი პროფესია, ხო აი რთულია რომ გამოვიდე ეს ამ პროფესიის რომ გამოხვიდე ეს ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ხელმისაწვდომობა ინფორმაციასთან და მართლა იმდენად მარტივია, რომ დღეს შენ პროფესიულად გაიზარდო, ეს ძალიან მარტივია. მეორე ნაწილია, რამდენად მიყვარს მე ეს პროფესია, რაც აღნიშნე, ხო აი რამდენად ემოციურად ვაკავშირებ ჩემს თავს. მესამე ნაწილია, საერთოდ ვიცნობ თუ არა საკუთარ თავს, ახლა აი რაც აღნიშნე, ხო ლიკა მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მორცხვი ვარ, მაგრამ მართლა მორცხვი ვარ თუ რაღაცა გარემოში ვარ მორცხვი, იმიტომ რომ ეს უნარები, რომელიც არის აი ესეთი ტრანზიტული ყველა სფეროში მჭირდება, ხო? შეიძლება რომ გამოვიმუშაო და რაღაცნაირად არ არის ჩემი საბოლოო წერტილი რა, ანუ განვითარების შესაძლებლობა მაქვს და შეიძლება ეხლა რაღაც ამ საკლასო სივრცეში, იმიტომ რომ რა ვიცი მე ბულინგის მსხვერპლი ვარ, ძალიან მორცხვი ვარ, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ლაღი ვარ, თავისუფალი ვარ, ღია შემიძლია შევიდე კომუნიკაციაში. აი ამ მიმართულებით როგორ ფიქრობთ, რა არის ის ძირითადი სამუშაოები, რაც არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ რა გინდა, როცა მეკითხები და თუ მე ჩემს თავს არ ვიცნობ, აი ხშირად მშობლებიც მოსულან ამ პოზიციით, რომ აი ჩემ შვილს არაფერი არ უნდა. იმიტომ რომ ბავშვი არც იცნობს საკუთარ თავს და რა მინდა რაღაცა აი სუფრაზე ბევრი კერძი როა წარმოდგენილი და რომელიღაცა გასინჯული მაქვს და მინდა რომელიც ნაცნობია და თუ კი არც ერთი არ მაქვს ამ კერძებიდან, ხო? ანუ არ ვიცი რომელია და როგორია, ხო? რა გემო აქვს თითოეულს, ამ შემთხვევაში ბევრად რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. აი ამ მიმართულებით როგორ ხდება და თუ ხდება თქვენს სივრცეში გაძლიერება ბავშვების? კი, მნიშვნელოვანია, მე პრინციპში არ მიხსენები ეგ პირველი ნაბიჯები. ზუსტად აქედან იწყება მუშაობა. აი მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგების ჩართულობაც ესეთ დროს მნიშვნელოვანი იქნება და საკუთარ თავში უკეთ ჩახედვის, საკუთარი ძლიერი მხარეების გაცნობიერების თვალსაზრისით. ამისთვის ცხადია, რომ რესურსიც ბევრნაირი არსებობს. პლუს კიდე აკადემიური ნაწილიც რა, ესეც აუცილებელია ითქვას, იმიტომ რომ პროფესიასთან მაინც დაკავშირებული არის პირდაპირ. და აგრეთვე მოსწავლეებს სტრესი, რომ გადაწყვეტილებას რომ მივიღებ, ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი, რაც ფინალური და საბოლოო, ეს მართლა ძალიან სტრესულია. მეც ახლა ამას აქში რომ დავიწყო ამაზე ფიქრი, რომ ახლა დღეს მაგალითად რასაც ვაკეთებ, ამით დამთავრდა, ჩემთვის ეს კი შეიძლება ეს სტრესული იყოს და მით უმეტეს მოზარდისთვის. აქედან გამომდინარე, მუდმივად სჭირდებათ ხოლმე შეხსენება, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება ადამიანმა შეცვალო კიდეც, ამის ადაპტაცია მოახდინო გარკვეულ გარემოში. ან არ ვიცი ვთქვათ მეორე პროფესიაც აირჩიო პარალელურად, ხო? აი დღეს ამის უამრავი შესაძლებლობა და მაგალითი არსებობს და პლუს ამას ცხადია, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი სგაცნობით უნდა დაიწყოს მოსწავლემ. ის რომ მშობელი ამბობს, რომ ბავშვს არაფერი არ უნდა, მოზარდს არაფერი არ უნდა, შეიძლება მარტივი არის, იმიტომ რომ ხო, მოზარდს არაფერი არ უნდა, სადაც დიდი ძალისხმევა არის გასაწევი, მაგრამ მოდი ვცადოთ და ინფორმით შევთავაზოთ რაღაცები, რაც შეიძლება მათთვის საინტერესო იყოს, ხო? მე შეიძლება შეიცვალოს მათი დამოკიდებულება. ამიტომაც პირველ რიგში მშობელმაც უნდა გაითვალისწინოს, ასე ვფიქრობ ეს საკითხი, რომ მაქსიმალურად დიდი დრო, სივრცე, რესურსი მისცეს მოსწავლეს, მოზარდს იმისთვის, რომ საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს დააკვირდეს. აქ ის მეორე საკითხიც ხო არის, რომ თუ ჩემი
პირობითად როგორც მშობლის ინტერესებს ან სურვილებს არ ემთხვევა ჩემი შვილის ინტერესები ან სურვილები. შეიძლება ხო ზუსტად ესე ჩავთვალო, რომ თუ რაც მე არ მომწონს, მასაც ის არ მოსწონს, მაშინ აქ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და მერე ცხადია, რომ ეს მენტორული პოზიციიდან ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ თუ ირიბით ჩარევა დაიწყო, როგორც მშობელმა. აქაც ძალიან ბეწვის ხიდია. ცხადია, როგორც მშობელს გაქვს სიტყვის თქმის უფლება, მაგრამ არ ვიცი, აქ ხაზი უნდა გაივლოს იქ, სადაც არის ბავშვის თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევანი და ეს მშობელმაც კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მისი როლი აქ არის მრჩევლის როლი, უფრო მეტად ხარდამჭერის როლი, გამაძლიერებლის, რა ვიცი, ზურგის, ყველაფერი ერთად, რაც შეიძლება ამ დროს მშობელი იყოს და არა ის, რომ მოზარდის ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება. ცხადია. მშობლის პოზიციიდან ესე ჟღერს და ესე ჩანს, რომ არ მინდა ვერ გაუძლოს იმ ნეხს, რაც გარემოშია, ვთქვათ, რამდენად შეძლებს თავის დამკვიდრებას, რამდენად შეძლებს ფინანსურად უზრუნველყოს საკუთარი თავი და ოჯახი. ვთქვათ, არ არის ეს მომავლის პროფესია, არ აქვს მას ეს შესაძლებლობები, ანუ ის შიშებია რეალურად, რა შიშებიც შეიძლება არგუმენტირებულიც არის, ხო? ნუ არის რაღაც პროფესიები, რომელსაც თითქოს გაუვიდა ვადა და რაღაცა ეხლა ამ ხელოვნური ინტელექტის პირობებში შეიძლება დავკარგოთ რამოდენიმე პროფესია, მაგრამ მიუხედავად ამისა არის ბავშვის ძალიან დიდი мотиваცია. ეხლა მეც გამახსენდა ერთ-ერთი ჩემი კლასელი, რომელსაც ძალიან უყვარდა მუსიკა და რაღაცნაირად ფორტეპიანო ტენდენცია იყო ესეთი თუ მოკლედ გამოცდილებები არავის არ გვიყვარდა გარდა ამ ჩემი ერთი კლასელისა და მშობელმა ესე პირდაპირ ესე დირექტივა მისცა რომ ეს არის არასერიოზული პროფესია, იმიტომ რომ ნუ ამ არასერიოზულობაში ჩადო ზუსტად ის შიშები, რომ შენ ვერ შეძლებ დამოუკიდებლად რაღაცა ფინანსური შემოსავალი ისეთი არ გექნება და ნუ მოკლედ არასერიოზულ პროფესიად ჩათვალა, თუმცა ამ გოგონამ მაშინ გოგონამ მიიღო გადაწყვეტილება სხვა პროფესია არჩია და დღეს ის არ არის თავისი პროფესიით საერთოდ ბედნიერი, ესე ვთქვათ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს პროფესიები და მოზარდებს ხშირად ვეუბნები, რომ ანუ ეს ისეთი პროცესია, დიდ სივრცეში, პირობითად ოკეანეში, ბევრი კუნძული რომ იყოს, ხო? ანუ როცა ბევრი კუნძულია, შემშვიდად ხარ ამ ბევრი კუნძულის იმედად, იმიტომ რომ შეგიძლია ხან ერთ კუნძულზე ახვიდე, ხან აი იგივენაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩემი უნარები, ჩემი ახალი შესაძლებლობები, საკუთარი თავის ძიება და მუდმივი განვითარება, რაც არის თანამედროვე დაკვეთა, ხო? ეს არ არის რომ ამ პროფესიაში დავამთავრე და რაღაცა ვიაზრებ მხოლოდ საკუთარი თავი. მე მაინტერესებს თუ გქონიათ ეგეთი გამოცდილება, სადაც აი ვთქვათ, ბავშვის და მშობლის პოზიცია იყო აცდენილი ერთი და იგივე პროფესიასთან დაკავშირებით და რაღაცა ისე დაალაგდა ეს, რომ ვთქვათ, მშობელიც გახდა მხარდამჭერი. ანუ მსგავსი кейსი თუ იყო რაიმე. სიმართლე რა თქვა, პრაქტიკაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მშობლები უფრო და უფრო ცნობიერებულები არიან ხოლმე ასეთი ტიპის საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი, მე მგონი პოზიტიური არის ეს ცვლილებები საზოგადოებაში. მე ყოველ შემთხვევაში ასე მეჩვენება. შეიძლება იმის დამსახურებაც არის, რომ ფსიქოგანათლების თვალსაზრისით ცნობიერებაც უფრო მაღალია და მშობლებმა შედარებით მეტი გაიგეს. ან საკუთარი გამოცდილებების საფუძველზე. შესაძლებელია ბევრი რამ ერთად. აქედან გამომდინარე, აი ესეთი პრაქტიკა რო პირობითად რაღაცა რადიკალურად განსხვავებული სურვილები და მოლოდინები აქვთ მშობლებს და მოსწავლეს. ასეთი მე პირადად ნამდვილად არ მქონია, მაგრამ ერთადერთი მე რასაც ყოველთვის ვცდილობ ის არის, რომ თუ გრძნობ რომ მოსწავლე ესე ვთქვათ, მყარად ვერ აფიქსირებს თავის სურვილს მშობელთან ერთად, ამაში დავეხმარო ხოლმე. რაღაცნაირად გამოვაკვეთინო, თუ გრძნობ, რომ ეს მართლა ის არის, რის გაკეთებაც ამ ბავშვს უნდა და ეს შეიძლება რაღაც დონეზე მხარდაჭერილი არ იყოს. ასე ვთქვათ, ამის ვერბალიზაციაში დავეხმარო პირველ რიგში და შემდეგ არგუმენტაციაშიც, რომ ხო, რატომაც არა, ეს შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს და ის მეორე საკითხი, რაც ახსენე, თუნდაც პროფესიების შეცვლასთან დაკავშირებით, თუნდაც აი ტრენდებთან დაკავშირებით, ხო, რაც შეიძლება არსებობდეს საზოგადოებაში, ნუ ქვეყნის მასშტაბით ერთია და საერთაშორისო დონეზე მეორე, პლუს ამას ეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და ასე შემდეგ, ესეც ძალიან ცვალებადი არის,
ძალიან მერყევი შეიძლება ითქვას და თანაც ერთია რომ შესაძლებელია რაღაც პროფესიებისთვის არეალს ამცირებდეს, მაგრამ მეორეა რომ ამას პლუს ქმნის უამრავ ახალ შესაძლებლობას, ბადებს უამრავ ახალ პროფესიას, ახალ მიმართულებას სხვადასხვა სფეროში და დარგში, ხო? მაგალითად, ამაზე სულ მეფიქრება, რომ მე რო განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანი ვარ და რაღაც შეიძლება ითვლებოდეს, რომ ტექნიკურ საკითხებთან შეხება არ მაქვს რეალურად აი ძალიან ბევრი საკითხია ისეთი, რომელსაც ზუსტად იმიტომ, რომ ტექნიკური საგნები მიყვარს ან მაინტერესებს განსხვავებულად ვჭრი ისეთი სახის პრობლემებს, როგორც შეიძლება ჩემს სფეროში ყოველდღიურობაში შემხვდეს ხოლმე. ამიტომაც უკვე ისეთ ეპოქაში ვართ, სადაც ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთში ინტეგრირებული არის და უნარები ყველაზე მთავარია. ამიტომაც ამ უნარებით ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება პარალელურად. მადლობა. უნარებზე გავამახვილებ, მეც ვაქცენტირდები. ალბათ ეს ნაწილი, რატომაც ბავშვებს უჭირთ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და მშობლებსაც მათთან ერთად არის ის, რომ გამოცდილებები ამ სფეროში არ გვაქვს, ხო? ანუ რომ მეკითხებიან, რომ ჟურნალისტიკა რატომ გინდა, ვამბობ, რომ რა ვიცი, ძალიან კარგად შემიძლია გავაკეთო პრეზენტაცია, ან თქვათ ვისაუბრო რაღაც თემაზე, მაქვს კრიტიკული აზროვნება და რაღაც ძალიან შემოსაზღვრულია ეს საკუთარ თავზე საუბარი, ხო? საქართველოში საბედნიეროდ მე ვიცი მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, საბედნიეროდ ვამბობ, იმიტომ რომ ერთი მაინც ვიცი და შეიძლება სხვა ორგანიზაციებიც არის, რომელიც მხარს უჭერს პროფესიულ განვითარებას. მაგალითად, ესეთი ორგანიზაცია, რომელიც მოხალისეობრივი პრინციპით აძლევს ამ ესე ვთქვათ, აბიტურიენტის ასაკის თუ გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვებს დაახლოებით 14 წლისგან ზემოთ შესაძლებლობას საკუთარი თავი დატესტონ იმ პროფესიაში. ცხადია, მათ არ კიდებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ პროფესიის ადამიანს აქვს, მაგრამ იყოს დამკვირვებელი, მხარდამჭერი, დამხმარე, ეს ძირითადი პროფესიებია ფსიქოლოგია, ეს არის ცენტრებთან მომუშავე სპეციალისტების მხარდაჭერა, ჟურნალისტიკა და ტექნოლოგიები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა. მაინტერესებს სხვა ქვეყნის გამოცდილებებში როგორ ხდება, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ერთია თეორიულად გავიგო ეს ყველაფერი, ვიცნობდე ჩემს ახლობლებს, პროფესიონალი მესაუბრებოდეს, მშობელი მაძლიერებდეს, მე საკუთარ თავს ვიცნობდე, მაგრამ აი უშუალოდ პროცესში ვიყო ამ პროცესში ჩართული, რამდენად სტრესულია, რამდენად მომწონს, როგორია ეს პროცესი, აი უფრო ხელშესახები იყოს ეს პროფესია ჩემთვის, ეს კიდევ უფრო მეტად რესურსულია ალბათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კი, ძალიან საინტერესო პრაქტიკა ახსენე. პრინციპში საქართველოში ცოტა რთული არის ნამდვილად, რომ გავიხსენოთ თუნდაც ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც მაგალითად თანახმანი იქნებიან, რომ მოსწავლეები არ ვიცი მოკლევადიან სტაჟირებაზე, ან გარკვეულწილად მოხალისეებად მიიღონ, რა ამას გარკვეულწილად კანონმდებლობაც არეგულირებს და გასაგებია, რომ იქ მთელი რიგი საკითხებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც მინდა ხოლმე ყოველთვის რომ ეს საკითხი წავახალისო და მოზარდებისთვის ძალიან საინტერესო არის რეალურად ის გამოცდილებები, რაც შეიძლება 1-2-3 დღეში რაც კონკრეტულ ორგანიზაციაში მიიღონ ხოლმე პრაქტიკულად რაღაც საქმესთან შეხებით, თუნდაც მხოლოდ დაკვირვებით. ეს ერთი. მეორე რაც აი შენ რო საუბრობდი ზუსტად მაშინ გამახსენდა, არის ჩემი პირადი გამოცდილებაც უკავშირდება ამ ორგანიზაციას, ეს არის ევროპული სოლიდარობის კორპუსი, მოხალისეობრივი კორპუსი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ფუნქციონირებს ევროპის ქვეყნებში და არა მხოლოდ. და ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებს მოზარდობის პერიოდიდან იწყება მოხალისეებად ასაქმებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მე პირადად საბაკალავრო საფეხურო დავამთავრე, მაშინ მივიღე ამ პროექტში მონაწილეობა და რადგანაც განათლების სფეროში ვიყავი უკვე, ისევ ამ მიმართულებით გავაგრძელე და განათლების სფეროშივე დავიწყე მოხალისეობა ამ პროექტის ფარგლებში. ჩემთვის იყო ძალიან განსხვავებული და სასარგებლო გამოცდილება, მაგრამ მეორე მხრივ ყველა სხვა ადამიანი თითქმის, ვინც ჩემ გარშემო იყო იმავე ან მსგავს პროექტებში ჩართული,
რომ მეკითხებოდა ასაკს, ყველას უკვირდა. ან რომ მეკითხებოდა იმას, რომ მაგალითად მე აქ მასწავლებელი ვიყავი და უკვე რაღაც საკითხებში ჩართული ვიყავი და იქ წავედი, იმიტომ რომ მოხალისე ყოფილიყავი მოსწავლეებთან, რატო შეიძლება და ჩემთვის ეს საინტერესო ყოფილიყო. ყველა მიხსნიდა, რომ მათი ძირითადი мотиваცია ის იყო, რომ აი სკოლის შემდეგ ჯერ საკუთარ თავს დაკვირვებოდნენ, ერთი წელი ემოგზაურათ, აი ზუსტად საკუთარ თავის გაცნობაზე რაც ვილაპარაკეთ, ეს თვითგამორკვევის ეტაპი გაიარათ. სხვადასხვა სიტუაციაში, გამოცდილებაში ადამიანებთან ენახათ საკუთარი თავი და მე მიიღოთ გადაწყვეტილა. ამიტომ აი ესეთი ტიპის პროექტები ძალიან დამხმარეა ხოლმე და ისევ და ისევ საქართველოში რატომღაც მე-18 კლასის მერე თუ პირდაპირ არ გაქვს გადაწყვეტილი რა გინდა გააკეთო და პირდაპირ რა ვიცი ეროვნული გამოცდებისთვის აი ეს ავტოპილოტზე ხდება ხოლმე სამწუხაროდ ეს ყველაფერი მე-18 კლასში გადავედი მშობელმა უკვე იცის რომელ სამ მასწავლებელთან უნდა ვიარო დამატებით რეპეტიტორთან დარეკილია ჩემი განრიგი არის წინასწარ გაწერილი მტანჯველი ყველაფერთან ერთად სტანდარტულ სიტუაციას ვამბობ სკოლაში არ დავდივარ იმიტომ რომ რეპეტიტორებთან დავდივარ და სამეცადინა მაქვს და ვემზადები ეროვნული გამოცდებისთვის და ისევ აი ესე გაუცნობიერებლად დაუფიქრებლად ვაგრძელებ სწავლას ბიზნესის ადმინისტრირებას. აი ეს არის სტანდარტული кейსი ხშირ შემთხვევაში საქართველოს რეალობაში, სადაც ერთი რატომ კითხვა არ არის ხოლმე პროცესში დასმული. თუმცა აი ზუსტად ის გამოცდილება, რაზეც შენ დაიწყე საუბარი, შეიძლება რომ ერთი პატარა პრაქტიკული აი ესეთი ტიპის აქტივობაც კი მოზარდის ცხოვრებაში, აბიტურიენტის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდეს და ძალიან კარგი იქნება თუ ამის მეტი და მეტი შესაძლებლობა გაჩნდება ისევ და ისევ აი ორგანიზაციებს და კომპანიებს შეუძლიათ ეს რო გააკეთონ და არ მგონია რომ დიდი სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. კი ბატონო. ნუ ეს ნაწილი ძალიან სენსიტიურია, კიდევ უფრო მეტად გამტკიცებული ალბათ გარემოში, იმიტომ რომ ჩვენ ხო ძალიან გვეამაყება, როცა ჩვენი შვილი ჩააბარებს და მე ამ ქულებს და ამ შეფასებებს ესე გავასაჯაროებთ და მე გვილოცავს მთელი ეს ჩვენი სოციალური ქსელის მეგობრები და ნუ აქ შემოდის ხშირად მშობლის ფოთო და საკმაოდ დიდი გამძლეობა სჭირდება მშობელსაც და ბავშვსაც რომ გასცეს არგუმენტულ აი ეს ზუსტად ისე არგუმენტირებულად რატომ არ მივიღე ამ წელს გადაწყვეტილება რომ ჩამებარებინა და რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შეცნობა ეს ხშირად არის ხოლმე მე განხილვის საგანი რომ რაღაცა ზარმაცობს და მეც ველოდით მისგან და ნუ მშობლის ფოთოც და ბავშვის ფოთოც იმატებს თუმცა მიხარია რომ რაღაცა ნაბიჯები მაინც გადაიდგა ამ მიმართულებით და ცოტა უფრო რბილად უდგება მშობელი ამ საკითხს რომ აი არ არის აუცილებელი რომ სკოლას რო დაასრულებს მაშინვე მოხდეს მისი თქვათ პროფესიული გადაწყვეტილების მიღება და საინტერესო იყო ეს მოხალისეობრივი გამოცდილებები თქვენი ლიკა და მიხარია რომ საქართველოშიც იწყება იმიტომ რომ აი მეც თამამად გავაზიარებ ამ ორგანიზაციას Helping Handy არის ესეთი ორგანიზაცია რომელიც მხარს უჭერს ზუსტადაც მოხალისეების ჩართულობას სხვადასხვა ორგანიზაციებში თანამშრომლობს ის მემორანდუმები აქვს გაფორმებული და რაღაცა მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდ რესურსია ზუსტადაც მოხალისეობა იმიტომ რომ საკუთარი თავის შეცნობიდან დაწყებული პროფესიის გაცნობიდან, სოციალური ველის გაფართოებიდან, აღმოჩენებიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კეთილი. მე კიდევ ერთხელ დაუბრუნდები თქვენი სკოლის გამოცდილებებს, ხო? მე ვიცი რომ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა რაღაცნაირად თქვენი გავლით, რომ ძალიან ბევრი სხვა ალტერნატიული რესურსი მოძებნონ ქვეყნის გარდა კიდევ. ანუ რომ გარდა ჩვენ ქვეყანაში არსებული უნივერსიტეტებისა შერჩეულია სხვა უნივერსიტეტებიც, სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიც. აი ეს რა პროცესი არის და თვითონ მოგმართავენ თქვენ მიმართავთ რამე სასწავლო პროცესია ჩანერგილი კონკრეტული გაკვეთილი, სადაც აი ეს პროფორიენტაციის მიმართულებით ხდება შეხვედრები თუ აი როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი უფრო რომ ნათლად დავინახოთ. ცალკე პროცესია, სასწავლო პროცესში არ არის ინტეგრირებული, თუმცა ყოველთვის სავალდებულო. იქიდან გამომდინარე, ვინ რა გზას ირჩევს, პირობითად ეს გზა არის, არ ვიცი, ერთი წელი შესვენება, საქართველოში სწავლის გაგრძელება თუ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება. საბოლოო ჯამში ყველა მათგანთან ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად მიდის მუშაობა. შესაბამისად
ვინ მიმართავს ხოლმე ამ შეკითხვას რო უპასუხო, ორმხრივი პროცესი არის თავისთავად, თუმცა პროგრამაა გაწერილი, რომელსაც ჩვენ მივყვებით და იმიტომ რომ მოზარდებთან მაინც სტანდარტიზაცია სტრუქტურულად მიწოდება მუშაობას ყოველ შემთხვევაში უფრო მარტივს ხდის. ამას პლუს გარდა იმისა, რომ ცხადია, ვთქვათ, საერთაშორისო გამოცდილებების მიღება შეუძლია ზოგიერთ მოზარდს, მეორე არის, რომ ენის ცოდნის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. დღეს საბედნიეროდ შეგვიძლია გააღვნიშნოთ, რომ მოზარდების უმრავლესობისათვის ინგლისური ზოგისთვის არა მეორე ენა, არამედ წამყვანი საკომუნიკაციო ენაც კი არის და აქედან გამომდინარე, მათთვისაც ის რესურსები, რაც შეიძლება ჩვენ არ გვაქვს მშობლიურ ენაზე, მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ ერთი, რო ვთქვათ, პროფესიების ძიება და მეორე უნივერსიტეტების ძიებასთან დაკავშირებით საქართველოში თუ საზღვარგარეთ ინფორმაციის მოძიება უფრო მარტივია და ცხადია, რომ საქართველოში ჩაბარება და საზღვარგარეთ ჩაბარება როგორც პროცესი ტექნიკურად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ რითიც ძალიან გავს ეს არის აბიტურიენტის სტრესი და შფოთვა და ეს ემოციური ფაქტორები, ამიტომაც ამას მაინც ყველა მოზარდი გარკვეულწილად ერთნაირად გადის. ლიკა, აი საკუთარ გამოცდილებაში საჯარო სკოლაში სწავლობდი. და ეხლა ხარ კერძო სკოლაში, სადაც ძალიან გაწერილია ეს პროგრამა, როგორ უნდა მოხდეს აბიტურიენტობისთვის მომზადება, წინა შესარჩევი ეტაპები, საკუთარი თავის ძიება, ხარდამჭერი გარემო, დაკონტაქტება პროფესიებთან. როგორ გესახება, რამდენად არის შესაძლებელი, რომ საჯარო სკოლებმა მსგავსი ტიპის მოდელი დანერგონ, ძალიან დიდ რესურსებთან არის ეს დაკავშირებული და რა მაქსიმალური ვადა რა არის აი ამ პროგრამის, თქვათ, იწყება მე-5 კლასიდან, მე-9 კლასიდან, როგორ არის გაწერილი ეს რომ აღწერო. რესურს ცხადია, რომ დიდს მოითხოვს ადამიანურ რესურსაც მათ შორის და ამისათვის გადამზადებულ კონკრეტულ სპეციალისტებსაც ცხადია. ძალიან მომხრევ იქნებოდი წაღანაც ვახსენე, რომ ფსიქოლოგები ამ ნაწილში ჩართულები იყვნენ განსაკუთრებით აი საკუთარ თავში გამორკვევის თვალსაზრისით. საჯარო სკოლებისთვის ვფიქრობ, რომ სხვადასხვა არის საჯარო სკოლების ნაწილი, აი რაც გარემოდან ხშირად მესმის ხოლმე, სადაც აი ზოგჯერ მასწავლებელი არის ამ როლის შემსრულებელი მოსწავლეებისთვის, რაც კონკრეტული საგნის ან ზოგჯერ დამრიგებელი და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ ერთხელ, როცა ეს არის სტრუქტურირებული, შესაბამისად ეფექტურობაც ბევრად უფრო დიდია. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ უკეთესია, რომ ეს იყოს როგორც ერთი მთლიანი სტრუქტურა და არ ვიცი, ვთქვათ, მზაობა პირველ რიგში საჭირო იმისთვის, რომ შევთანხმდეთ, რომ მსგავსი ტიპის სერვისი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, წეგან ახსენე პოზიტიური ცვლილება იმ მიმართულებით, რომ შეიძლება პირდაპირ ყველა არ აგრძელებდეს უმაღლეს სწავლას და ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ მეორე არის ჩვენ ქვეყანაშიც უმაღლესი სასწავლებლის გარდა სხვა გზებიც არსებობს და თუნდაც ამაზე ინფორმაციის წყარო უნდა არსებობდეს სკოლაშიც, ხო? იქნება ეს პროფესიული სასწავლებელი, თუ არ ვიცი, ვთქვათ, ონლაინ კურსები, თუ არ ვიცი, ნებისმიერი სახის სხვა პროფესია, რასაც შეიძლება საერთოდ არ სჭირდება უმაღლესი განათლების დიპლომი. ამიტომაც ასეთი ინფორმაციები სასიამოვნო იქნებოდა, რომ მოსწავლეებს ბოლო წლებში მაინც მიეწოდებოდათ და ზოგადად რაც ეხება მათ პროფესიას და ზოგადად თვითგამორკვევას და სამომავლო გეგმებს და ასე შემდეგ, რაღაცა ერთადერთი საგანი, რომელიც ხმახსენდება, სამოქალაქო განათლება, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად ფარავდეს ამ საკითხებს, ნუ პროფესიების ნაწილს ნამდვილად ფარავს, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი. ცხადია და მხოლოდ ერთი მასწავლებლის სურვილსაც და შესაძლებლობასაც ვერ ჩამოვკიდებთ ამ ამბავს, იმიტომ რომ ძალიან ბუნებრივია, რომ ჩვენ ხშირად საკუთარ თავსაც არ ვიცნობთ და შევაფასოთ ბავშვი, რომ შენ ეს გამოგივა და შენი ძლიერი მხარე ეს არის და ეს არ არის. რა თქმა უნდა, არ იქნებოდა იმდენად რესურსული, როცა თქვა მულტიგუნდი ჯდება და აფასებს ბავშვის ჩართულობით, ბავშვის სურვილებს, შესაძლებლობებს, მოლოდინებს და ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, თან მასწავლებლები
კრიტიკულად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ სამწუხაროდ ეგ პრაქტიკაც არსებობს, რომ ხშირ შემთხვევაში რაღაცა ერთი ან ორი გამოცდილებიდან მოსწავლეზე თვითონაც იქმნიან ხოლმე შთაბეჭდილებას და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ როცა კლასში ბევრი მოსწავლეა, ინდივიდუალური მიდგომა უფრო და უფრო რთულდება და აქედან გამომდინარე შეიძლება ის რომ რაღაცა ერთხელ და ორჯერ არ გამომივიდეს, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს კონკრეტული აკადემიური დისციპლინა ჩემი ძლიერი მხარე არ არის. ან შეიძლება ამ კონკრეტული ჩავერდნის აღმოფხვრა დამაბრუნოს ისევ იქ, სადაც ვიყავი და საერთოდ არ მეტყველებდეს იმაზე, რომ ეს რაღაც არ გამომდის და აქედან გამომდინარე ეს სიარლიყები ხანდახან დრეულ ასაკში პირიქით დამაზიანებელი არის ხოლმე და ამიტომა საჭირო რომ სპეციალისტი მუშაობდეს ამ დროს, იგივე ფსიქოლოგი მუშაობდეს, ფრთხილი იყოს კომუნიკაციაში ძალიან, რომ ისედაც თვითშეფასება მოზარდების ერთ-ერთი წამყვანი პრობლემა არის და აქედან გამომდინარე კიდე დამატებით ამაზე პედალირება არ მოხდეს, რომ რაღაც არ გამომდის და ამიტომ ჩემთვის უკვე ლიმიტირებულია. გარკვეული მიმართულება. და არამხოლოდ გარემოს, არამედ ჩვენც ესეთი აღქმა გვაქვს ზოგჯერ საკუთარი თავის, რომ იქ ერთხელ რო არ გამომევიდა დამთავრდა ეს ჩემი სფერო არ არის, ხო? ამიტომ მშობლებს ყოველთვის ვამოტივირებ, როცა ჩვენ დასრულები ორიენტირებული ვართ რაღაც შედეგზე, აი ჭადრაგზე, იმიტომ დამყავს, რომ რაღაცა შედეგი მივიღო ცეკვაზე, ამიტომ რომ შედეგი მივიღო, ზუსტადაც პროცესია მათთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საკუთარი თავის დატესტვა, დაგემოვნება ხდება სხვადასხვა უნარების და შესაძლებლობებთან კონტაქტი. ლიკა, მაინტერესებს დღევანდელი აი მე და შენ სხვადასხვა თაობა ვართ და დღეს კიდევ სხვა თაობა მოვიდა, ხო? რა დაკვეთა აქ გარემოს დღევანდელ პროფესიონალთან? ეს რთული შეკითხვა. პირველ რიგში ალბათ ის რომ მოქნილობა არის მნიშვნელოვანი. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ძალიან სწრაფად იცვლება მოცემულობები, იგივე კომპანიებისთვის შეიძლება დასაქმებულები ვიყოთ, ამიტომაც თანამშრომელიც მაქსიმალურად სწრაფად უნდა ახერხებდეს, რომ ფეხი აუწყოს სიახლეებს. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ცხადია, რომ ეს არის ტექნოლოგიებთან მჭიდრო ურთიერთობა და ისეთი ტიპის უნარები, რომელიც აი პირველი რაც ვახსენე, ამაში დამეხმარება. მესამე რაც არ ვიცი რამდენად დაკვეთა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მაქვს განცდა, რომ დეფიციტურია და ასევე მაქვს განცდა, რომ კარგი იქნება, რომ უფრო მეტად მხარდაჭერილი იყოს, ეს არის ემოციური ინტელექტი და შეიძლება მაღალი, იმიტომ რომ ამ გარემოში, სადაც ყველაფერი ისედაც ძალიან სწრაფია, ადამიანების დრო ძალიან ლიმიტირებული, ხანდახან ის რომ რა ვიცი ერთი თანამშრომელი მეორეს თუ ხელმძღვანელი მისი გუნდის წევრს როგორც მინიმუმ უკავშირს მისცემს დროულად და რაღაცა საინტერესოს გაუზიარებს და არ ვიცი ვთქვათ თანაგრძნობას გამოხატავს რთულ სიტუაციაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. და შეიძლება რომ თანამშრომელი ამითიც გახდა ძალიან ფასეული რაღაცა კონკრეტული გუნდისთვის და სხვა მხრივ ხელოვნურმა ინტელექტმა ცხადია რომ თანამშრომლობის ყოველდღიურობა შეცვალა, მაგალითად ის რომ გარკვეული ამოცანების შესრულება ბევრად უფრო შეამცირა დროში, მაგრამ აი ამაზეც რომ დავფიქრდეთ ამ ყველაფერს თან უნდა მოსდევდეს ჩვენი რაღაც ემოციური ადაპტაციაც. მე თუ პირობითად დღის განმავლობაში ვასრულებდი 10 ამოცანას, რომელსაც სჭირდებოდა, არ ვიცი, პირობითად თითოს 9 საათი და დღეს ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფრის გაკეთებაში მეხმარება და დრო შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ამოცანები უნდა გაიზარდოს. მაშინ აი მე რამდენად შემიძლია, რომ ამდენ ამოცანას ემოციურად შევეჭიდო და თავი გავართვა, ხო? აი ამიტომ ეს ყველაფერი ასევე, არ ვიცი, იგივე ვთქვათ ლიდერების მხრიდან, რომლებიც სამუშაო პროცესს წარმართავენ, შესაბამისად უნდა დაბალანსდეს, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებმა ემოციურადაც გაუძლოთ იმ საქმის კეთებას, რასაც ვაკეთებთ. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, აი ხა რაზეც ისაუბრე, პირდაპირ არ უდრის რაღაცა ერთ კონკრეტულ პროფესიას. ეს არის ის კომპეტენციები, რომელიც ყველა სფეროში დაგჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროს და რომელ პროფესიას მოვკიდებთ ხელს. ანუ ერთის მხრივ არის ძირითადი კომპეტენციები, რომელიც მე გამომარჩევს ამ თუ იმ პროფესიაში და მეორეს მხრივ არის ესე ვთქვათ რბილი უნარები, ესე სასიცოცხლო უნარებს რომ ვეძახით, რომელიც აბსოლუტურად ყველაფრისთვის მჭირდება, ყველა სფეროში მჭირდება იმისთვის, რომ ვიყო, როგორც აღნიშნე, მოქნილი, ადაპტირებული, დროის მენეჯმენტი შემეძლოს, კომუნიკაცია
კომუნიკაციის უნარი, ხო, როგორი მაქვს რამდენად შემიძლია აქტიური მოსმენა, ვთქვათ, ხო, რამ ეფექტური კომუნიკაცია, გუნდურობა და სასიცოცხლო უნარებიც, იმიტომ ქვია ამ ყველაფერს ერთად, ხო? და ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად ის პროცესი, როცა ჩვენ კონკრეტულ დროს კი არ ვაყალიბებთ ამ უნარებს. ეს არის ის, რაც მთელი სასიცოცხლო ციკლის პერიოდში მე მჭირდება, რომ გამოვიმუშაო, შევეხო, განვივითარო, რაც ყველაზე ღირებული ალბათ არ აქვს ამას დასასრული, იმიტომ რომ მუდმივი განვითარება ხდება და ალბათ როგორც აღნიშნეთ, პროფესიული განვითარების ეტაპზე უნდა გვახსოვდეს და ყველა მოზარდს მინდა ეს ურჩია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეხლა აქ და ამჟამად რაც მინდა. ხო, ხვალდაზე ღირებულებებიც მეცლება, დამოკიდებულებებიც მეცლება, გამოცდილებებიც, ხო, აი ეს ადაპტაციის პროცესი ჩემი იცლება და ეს რომ მე გრძელვადიანად 10 წლის შემდეგ ნეტა ეს პროფესია იარსებებს თუ არ იარსებებს, ამ შფოთვით კი არ გავიარო ეს ჩემი აბიტურიენტობა. დღეს ეს მინდა, ეს ჩემთვის არის აღმაფრთოვანებელი და ვფიქრობ, რომ ყოველთვის ერთი საფეხური წინ დგას ის ადამიანი, ვისაც უყვარს თავისი საქმე, იმ ადამიანთან, ვისაც თქვა შეიძლება გარემოტივები ძალიან ბევრი აქვს, იგივე ანაზღაურება, მაგრამ არ გრძნობს თავს კომფორტულად ამ სფეროში. ხო, აი სიამოვნების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია და არა ის, რომ ეს პროცესი რაც ტანჯვალ პროცესად ვაქციო, იმიტომ რომ კენწეროში გატკბილდება რა. აი ეს ზოგადად სწავლის მიმართ ეს დამოკიდებულება, რომ აი ძირი აუცილებლად მწარე უნდა იყოს და კენწეროში გატკბილდა, უნდა გატკბილდეს, ხან ტკბილდება და ხან არა, მაგრამ აი ეს სიმწარე რატო უნდა გავიაროთ და ან ჩვენ რატო გავიარეთ და ან მოზარდებს რატო უანონსებთ ხოლმე, რომ მაინც ესე უნდა მოხდეს, გაუგებარია აბსოლუტურად, იმიტომ რომ რა არის იმაზე სასიამოვნო პროცესი, როცა ყოველ დღე შეგიძლია რაღაც სფეროზე და საკითხებზე, რომლებიც გაინტერესებს, რომლებზეც გეფიქრება, უფრო მეტი და მეტი გაიგო და ისწავლო და ამაზე იმუშაო, პრაქტიკულად შეეხო და ასე შემდეგ. ანუ ამაზე საინტერესო რა შეიძლება იყოს. რა ნაწილში შეიძლება ეს იყოს მწარე. ლიკა ძალიან მნიშვნელოვანი რამე შეხე იმას, რომ ჩვენ როდესაც ვართ ბავშვები, ჩვენი ბავშვობა ზუსტადაც გულისხმობს, რომ აქ და ამჟამად ვიყო ბედნიერი. აი ამ პროცესით ვიყო, ხო, თამაშით ვიყო ბედნიერი, რაღაცის კეთებით ვიყო ბედნიერი, აი ჩართულობით ვიყო ბედნიერი. მთელი ჩვენი ძალისხმევა ზრდასრულების იხარჯება იმაზე, რომ შედეგებზე გადავიყვანოთ ბავშვები, რომ აი ამას რო გააკეთებ, რას მიიღებ, ხო, ეს ნიშანი იქნება, რაღაცა კონკრეტული უნარი იქნება, თუ აი გამოვიყვანე, იმიტომ რომ უაზროდ დადიოდა ეს რაღაცა ხშირად ბავშვი ამბობს, რომ მე ძალიან მომწონდა აქცია, რომ და მშობელი ამას რა ვიცი, უაზროდ დადიოდა, ანუ რაღაცა ის შედეგი არ იყო, რაც მას უნდოდა, ხო და მე უკვე ზრდასრულები რომ ხდებით, ვაცნობიერებთ იმას, რომ რაღაცა გვინდა მომავალში, სადღაც მომავალში დევს ჩვენი ბედნიერება და ძალიან ბევრი სამოტივაციო ფრაზა გვაქვს გაგებული, რომ აი აწმყოში იყო ბედნიერი, დღეს იყო ბედნიერი. ანუ ისევ დაუბრუნდე აი ბავშვების განცდებს, რომელსაც ხელი გაუშვი, იმიტომ რომ ესე გაგზარდეს და მე შენც ესე ზრდი ამ თაობას. რა არჩევას მისცემდი დღევანდელ აბიტურიენტს? დღევანდელ აბიტურიენტებს პირველს რასაც ვეტყოდი არის, რომ ნაკლებად ინერვიულონ. არა იმიტომ, რომ სულ ერთია. საერთოდ არ არის სულ ერთი. მნიშვნელოვანია ცალსახად, მაგრამ ნაკლებად ინერვიულონ იმიტომ, რომ ბოლოს მაინც კარგად იქნება ყველაფერი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ არც ერთი მათი გადაწყვეტილება თუ შეცდომა, თუნდაც იყოს შეცდომა, არ არის საბოლოო, არ არის დამღუპველი, არ არის ტრაგიკული. ეს ერთი ამის გაცნობიერება მგონია რომ ძალიან კარგია. ნაკლები იდარდონ იმაზე, რა სიტყვის გარემო, იმიტომ რომ გარემოს და გარემოცვას ზოგადად შენ სხვის ფიქრებს ვერ გააკონტროლებ, შენ რისი გაკონტროლებად შეგიძლია, შენი საკუთარი ფიქრებია და ამიტომ ნაკლები სტრესი მიიღონ ამ სიტუაციისგან და რადგანაც არც ისეთი დიდი დრო გავიდა, რაც მეც თავად ვიყავი აბიტურიენტი, ძალიან კარგად მახსოვს ყველა სტრესის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი ემოციები, რაც უკავშირდებოდა მაგალითად იმას, რომ ჩემს კლასელებთან დიდ დროს ვატარებდი, იმიტომ რომ ამას რაღაცა ბევრი თანდები ღონისძიება ახლავს ამ ბოლო წელს ასე შემდეგ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. იყო ისიც, რომ რაღაც პირველ გამოცდილებებს ვიღებდი რაღაცაებში. ეს აბიტურიენტობაც ხო ერთადერთი არის ცხოვრებაში, ერთი წელი ხარ აბიტურიენტი და პირიქით, ანუ სიამოვნების მიღებით ის პერიოდად შეგვიძლია რომ ვაქციოთ. შეუძლიათ რომ აქციოთ აბიტურიენტი
აბიტურიენტებმა და რაც შეიძლება მეტი სწავლის და უფრო მეტად დაკვირვებს. აი ზოგადად გამოცდების ფორმატი ცხადია, რომ სტრესულია და საშიშია, მაგრამ იმაზე დაფიქრებაც, რომ მარტო არ ახარ ამაში. შენთან ერთად არის კიდე არ ვიცი 40,000 ადამიანი ყოველ წელს. ამაზე დაფიქრებაც დიდი ალბათობით ცოტა შვების მომგვრელი უნდა იყოს. ცხადია და მე დავამატებ მშობლებს რას ურჩევდი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, მხარდამჭერი რგოლი და ამ მხარდამჭერ პროცესში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ ჩამოვკიდოთ ის ჩვენი შიშებიც, იმიტომ რომ ჩვენ ვაბარებთ, ჩვენ ჩავაბარეთ, ჩვენ გამოცდაზე ეს მივიღეთ, მოვეწყვეთ, ხო? აი ეს ფრაზები არის ის ჩამოკიდებული პასუხისმგებლობები, რომელიც ჯერ თავის პასუხისმგებლობები იმდენად ამძიმებს, რომ კიდევ ეს ჩვენი მოლოდინები და ჩვენი სურვილებით რომ არ დავამძიმოთ და ბოლოს გავიაზროთ, რომ რა არჩევანსაც გააკეთებენ, როგორც იმუშავებენ საკუთარ თავზე, რა მიმართულებითაც გადაწყვეტენ, რომ გააგრძელონ თავისი გზა, ბოლოს მაინც მათი ბედნიერება ჩვენ ბედნიერებას უდრის. და ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვიგრძნოთ ის ემოციები, რა ემოციებსაც ისინი გადიან და ვიყოთ ყოველთვის გვერდში, მაგრამ არა წამყვანი მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ლიკა, უღრმესი მადლობა უნდა გითხრა დღევანდელი სტუმრობისთვის და მიხარია რომ იყავით ჩემთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. შეხვედრამდე.